ბორჯომში ეგრეთ წოდებული სილამაზის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. ხიდი გუშინ გადაიკეტა, მძღოლებს მოძრაობა შემოვლითი გზით უწევთ. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ხიდის რეაბილიტაცია 103,000 ლარი დაჯდება. სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. შეგახსენებთ, რომ სილამაზის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს მესამედ ტარდება. პირველად გაკეთდა ლითონის გადასაბმელი კონსტრუქცია, რომელიც ყველას კარგად ახსოვს. იქ ასფალტით ხდებოდა გადაბმა და ვინაიდან ეს ხიდი მოძრავი არის და აქ თავის ვიბრაცია ზიანდებოდა და ფაქტურად შუა სეზონზე ფორს-მაჟორში მოგვიწია გადაკეთება და ჩაკერება და ანკერება ამ ლითონის კონსტრუქციის. მერე მოხდა დაზიანებული ასფალტის მოხსნა და ლამაზი გუშატის გაკეთება ბაზალტის და გრანიტის ფილისგან და ეხლა უკვე ვინაიდან არის ზამთარი და არ არის აქტიური სეზონი ბორჯომში ტურისტული, რომ მე არ თქვან რომ აი შუა სეზონზე მოუნდათ კეთება, დავიწყეთ რეაბილიტაცია უკვე სრული. ამაში შედის არსებული საღებავის მოცვლა ჭავლური მეთოდით და ახალი გადაღება მთლიანად ხიდის, ასევე ახალი განათებები, ლამაზი ძალიან. საფეხმავლო გზებზე მოეწყობა ტეპადეკის ტიპის საფეხმავლო ბილიკები, რომელიც უფრო ეფექტური იქნება და უფრო უსაფრთხო მოსახლეობისთვის, ანუ ეს ლითონის კონსტრუქციები მოშორდება იქიდან, რომელიც სრიალებს და საშიშროება არის ხოლმე ყოველთვის და ასევე მოეწყობა სავალი ნაწილიც, ანუ საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი მოიჭრება, აიფრეზება და დაიგება წყალმცლოვანი 3 სანტიმეტრის სისქის ასფალტი.